22-დან 25 მარტამდე კი თბილისი კავკასიური ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში სულ 20-მდე კინოსურათი იქნება ნაჩვენები. ახალ ნამუშევრებთან ერთად მაყურებელი ძველ ფილმებსაც იხილავს. სერგო ფარაჯანოვი, მიხეილ კალატოზოვი, ნანა ჯანელიძე ამ და სხვა რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად აჩვენებენ ფრანგი კინოდოკუმენტალისტის ფილმს, რომელიც მიხეილ კალატოზოვს ეძღვნება. ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანია, მაყურებელს როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმების შეფასება შეეძლება. კავკასიური ფილმების ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა, რიგით მეორე კვირეული კი ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების დახმარებით ეწყობა. ღონისძიებასთან დაკავშირებით ლიტერატურის მუზეუმში პრესკონფერენცია დღეს 2 საათზე გაიმართება. კვირეულს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი უმასპინძლებს. ფესტივალი იხსნება სერგო ფარაჯანოვის აშიქერებით. არის რა თქმა უნდა გვერდი ვერ აუარეთ და ფესტივალს დავხურავთ მიხეილ კალატოზოვის მარილის სვანეთს. ჩვენ ვიმუშავეთ საქართველოს ეროვნულ არქივთან. ძალიან დიდი მადლობა მათ ძალიან საინტერესო თანამშრომლობისთვის და ძალიან ეფექტური თანამშრომლობისთვის და მათ მოგცეს ჩვენ საშუალება რომ არქივიდან ამოვგვეღოთ დაცული მასალები, დოკუმენტური მასალა, რომელიც არის მაგალითად გადაღებული აფხაზეთში 1914-27 წლებში.